Გავაწყვეტილების შედეგები იქნება ჩვენი საუბრის მთავარი თემა ბატონ გია ხუხაშვილთან, თუმცა დღევანდელი საღამოს მთავარი ამბავი ნამდვილად არის საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენის გიორგი რამიშვილის დაკავება. ჩვენ დავაზუსტეთ და ის როგორც ჩანს არის თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში, დიღომში, მიემართება ჩვენი გადამღები ჯგუფი და როგორც ჩანს დღეს მას იქ მოუწევს ღამის გათევა, შემდეგ რა გაგრძელება მოყვება ჯერჯერობით არ ვიცით, ველით ადვოკატის კომენტარს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ დაგვიდასტურა რომ 236 მუხლით, ანუ იარაღის უკანონო ნოტარება გადატანის გამო არის ის დაკავებული. როგორ შეაფასებდით, რა შეიძლება ხდებოდეს? შემთხვევით ასეთი რაღაცები. არაფერი გასაკვირი არ ხდება, ხო? საერთოდ მე მგონი ჩვენ ბოლოს რო შევხვდით, იქ გითხარით, რომ სისტემა ხო ერთგვარი ურჩხულია, რომელიც იზრდება და მას უფრო და მეტი კვება ჭირდება, ხო, შესაბამისად ერთგვარი ბულემიაც კი ახასიათებს და ეხა როდესაც გარეთ ესე რომ ვთქვათ შესაჭმელი აღარაფერი აღარ რჩება, საკუთარი სხეულის ჭამას იწყებს, ხო? მე ვფიქრობ ამ ისტორიასთან გვაქვს საქმე. გიორგი რამიშვილი სავარაუდოდ აყვანილია, იმიტომ რომ რაღაცას თხოვენ და ამიტომ ქვეყნიდან არ უშვებენ, ანუ მისი დაკავება უკავშირდება იმას, რომ ქვეყნიდან ვერ გახვა. ანუ ფაქტობრივ შინაპატიმრობაში აიყვანეს. ხო, გამოუშვებენ, რა თქმა უნდა, მაგრამ მოკლე საბელზე ეყოლებათ, ხო, სანამ რაღაცას არ შეასრულებს და ეს ბუნებრივია, მე ვფიქრობ, იგივე აი ეს დაკავებები და იგივე ოხანაშვილის მინიშნება, რომ გავიხსენოთ ლილუაშვილთან დაკავშირებით და ეს შემდეგ, აი ეს ყველაფერი დიდ სურათში ერთი და იგივე თამაშის ნაწილია. ურჩხული ჭამს საკუთარ სხეულს. მარტივად, ბანალურად, სავარაუდოდ შეიძლება ითქვას, რომ ყველა ამ ადამიანს რაღაცა როგორც სიტყვიან, ჟარგონზე ვიტყვი, უხდება ამ ხალხს შორის ფოსტას არიან გამოსულები, რამდენი უნდა მოიტანო, ხო? ბატონ გია, თავისთავად ძალიან საინტერესო შემთხვევა არის თუ რა ფაზაში გადადის საქართველოს მმართველობის სისტემა. რთულია არ გავყვეთ თქვენს ლოგიკას და არ დავეთანხმოთ. ამ ხრივ საინტერესოა სულ რამდენიმე დღის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში კობახიძესთან მიწვეული ბიზნესმენები და შეხვედრა ზოგადად, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამ დარბაზში დამსწრე ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი, რომელსაც ქართულ ოცნებასთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს და წარმოადგენს ბევრი გაგებით, მათ შორის ოჯახის წევრებითაც, იმ მომენტში როდესაც ის ესწრებოდა და ოცნების მთავრობის ეკონომიკურ წარმატებებზე გვესაუბრებოდა, მისი შვილი პატიმრობაში იყო და მერე გამოუშვეს ასევე იარაღის გადატანას უკავშირდება. საერთოდ ამ ტიპის შეხვედრები მხოლოდ ავტორიტარული სისტემებისთვის არის დამახასიათებელი. ხო, ეხლა ბიზნესთან შეხვედრა როგორც ესეთი ნორმალურ ქვეყნებში არ ხდება. იმიტომ რომ არც ერთი ბიზნესმენი ესეთ შეხვედრაზე არ მივა პოლიტიკოსებთან, იმიტომ რომ მათ პოლიტიკოსებთან საქმე არ აქვს. მათ აქვს კანონთან საქმე და იმ ესე რომ ვთქვათ სივრცესთან, იმ კონკურენტულ სივრცესთან, სადაც ისინი მოღვაწეობენ და მუშაობენ. ერთადერთი შესაძლებელია ამ ტიპის შეხვედრები და ჩვენ გქონდა ესეთ შეხვედრა 2012 წელს, როდესაც ესე რეჟიმები იცვლება, ხო? რატომ? იმიტომ რომ თუ შენ გაქვს ეჭვი, რომ კორუმპირებულია სისტემა და რაღაცა ეს ელიტარულ კორუფციაზე იყო მაშინ ლაპარაკი, შენი ნება უნდა ამცნო ბიზნესს, რომ დამთავრდა ეს თამაში და ეხლა თქვენ ცივილიზებული თამაშის წესებით უნდა ითავსოთ. თორე აი ეს შეხვედრები, მუდმივი შეხვედრები, ეს დამახასიათებელია მხოლოდ რუსეთისთვის და ესეთი ქვეყნებისთვის და მათ შორის ითქვა, რომ შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ლეგიტიმაციის ნაკლებობის პირობებში ამ ადამიანებთან კიდევ ერთხელ ვითომ ჩვეულებრივი მდგომარეობის სიგნალების გაშუქება. აი ამ ავტორიტარულ რეჟიმებს აქვს ესეთი განზომილება, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული ნომენკლატურული კაპიტალიზმი, ხო? როდესაც ხელისუფალი არის დირექტორი ეკონომიკური ურთიერთობების, იმიტომ რომ როდესაც შენ ავტორიტარულ რეჟიმს აშენებ, შენ მხოლოდ საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრება კი არ აკყავს კონტროლ ქვეშ, ხო? რაც აუცილებელი პირობაა და ჩვენ ამ პროცესს უყურებთ, როგორ ასუფთავებენ პოლიტიკურ ველს, როგორ ცდილობენ რომ გაანადგურონ მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ამ შემდეგ. მაგრამ ამასთანავე შენ უნდა აკონტროლებ და მეორე მხარეს, ანუ სოციალ-ეკონომიკურ ცხოვრებას, ხო? და ხელისუფლება არის შესაბამისად ბიზნესის დირექტორი. და სხვა შორის ჩვენი ბიზნესმენები ამას ძალიან იოლად აწერენ ხელს. ეხლა მე ეს კარგად ვიცი, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჩემზე ლეგენდები დადიოდა გახსოვთ, ხო? რომ ამის ეხლა ჩემთან ირჩეოდა საქმეები და რაღაც ბიზნესონები, რაღაც ისულელეები.
სინამდვილეში ჩემი ერთ-ერთი ფუნქცია ზუსტად ეს იყო, რომ შემეკავებინა და დამეშორებინა ბიზნეს ურთიერთობები და ხელისუფლებისგან იმდენად იყო შეზრდილი ეს ყველაფერი და ეს ბიზნესმენები მოდიოდნენ. და მე პირდაპირ მეუბნებოდნენ, ხო, რომ აი ჩვენი პატრონი ის იყო და გითხარი, ეხა ჩვენი პატრონი ეხა ვინ არის? ანუ პატრონის garaში ამ ხალხს ვერ წარმოუდგენია საერთოდ. პატრონს ეძებენ ხელისუფლებას. პოლიტიკური სისტემა ასე ფუნქციონირებდა. მე რომ მეუბნებოდი, რომ წადით იმუშავეთ და პატრონზე დაივიწყეთ, ხო, და თუ ვინმე შეგაწუხათ, ჩემთან მოდით და მე დაგიცავთ ამას, რომ მეუბნებოდი ისინი იმ დასკვნას კი არ აკეთებდნენ, უი რა კარგია და ასე შემდეგ. დასკვნას აკეთებდნენ, რომ ესე იგი ცუდათაა აქ საქმე, იმიტომ რომ რადგან მე ესე ველაპარაკები, ამას რომ გულწრფელ საუბრად კი არ აღიქვავდნენ. აღიქვავდნენ, რომ ესე იგი მეტი მინდოდა, ვიდრე ანუ აი ესეთი დამახინჯებული მანკიერი მენტალიტეტის ადამიანებთან გვაქვს ჩვენ საქმე, ხო? ბატონო, რას თქვენ წამოხვედით? კლასიკური გაგებით ეს ბიზნესი არ იყო, ვისაც გობახიძე შეხვდა. ესენი არიან ბიზნესმენები. ესენი არიან აი ოლიგარქია, რასაც ქვია, ხო? ოლიგარქია ხო ფულის რაოდენობით არის ზომება, ხო? ოლიგარქი ვინ არის? არის ადამიანი, რომელიც ბიზნესში წარმატებას აღწევს ხელისუფლების დახმარებით, მერე ამ სიკეთის ნაწილის რეინვესტიციას ახდენს ის პოლიტიკაში იმისათვის, რომ თავის სიკეთილდღეობა კიდევ უფრო გაამრავლოს. აი ეს არის ოლიგარქის რეალური დეფინიცია და არა ის, რომ ერთმანეთს რო ეძახიან. ხაზარაძეა ოლიგარქია, ეხა აბსურდია, იმიტომ რომ ოლიგარქი მხოლოდ ხელისუფლების თუმცა იმავე შეხვედრაზე იყო რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა, ასე ვთქვათ, ბიზნეს წარმომადგენლის, რომელიც არა მარტო ამ ნიშნით იყო. წესიერი ადამიანები. ბატონ გია, ნუ ფაქტი არის ის, რომ მას შემდეგ რაც თქვენ წამოხვედით და ის ფუნქცია აღარ შეისრულებიათ, ვაკუუმი არ დარჩენილა და საკმაოდ ეგზოტიკურმა ადამიანებმა ეს ფუნქცია იკისრეს. ფარცხალაძე იყო, მე კიდევ უფრო შედარებით სერიოზული ხალხი. გარიგება შევიდა. ხო, უფრო სერიოზული ხალხი შედარებით, ასე ვთქვათ, ივანიშვილის გარემოცვიდან, მაგრამ დღეს რაც ხდება ამ სიტუაციის გათვალისწინებით, თქვენ უკვე ახსენეთ თუ რა ფაზაში გადადის მართველი პოლიტიკური სისტემა, მაგრამ ამის პარალელურად უკვე ფოკუსი გადმოვიტანოთ უკვე ოპოზიციურ ფლანგზე. მთავარი მოვლენა პოლიტიკური გადაწყვეტილებების კუთხით მაინც არის ლელუს მიერ გუშინ უკვე გაცხადებული გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რასაც როგორც მოსაუდნელი იყო სერიოზული კრიტიკა მოყვა პირველ რიგში თავად ოპოზიციური ფლანგიდან. ვის რა ამოცანა აქვს ამ ეტაპზე, რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება და შეიძლება თუ არა საერთოდ სწორია, არასწორია ამ კრიტერიუმებით ვისაუბრებთ. ხო, სანამ ამას გეტყვით, დავასრულებ იქ ერთ საინტერესო რაღაცა მინდა ბოლოში გითხრათ. ანუ ჭკვიანი მართველი ხო, ჭკვიანი, ბიძინა ხა ამათან შედარებით, რა თქმა უნდა, ხა თავით მაღლა დგას. როდესაც მას უნდა რომ სიკეთე მიიღოს, ანუ შემოსავალი მიიღოს, მაგრამ ისე რომ კორუფციაში არ გაისვაროს, რას აკეთებს ის, ხო? ხარბ ადამიანებს იკრიბავს ირგვლივ. იკრებს და მიუშვებს და უქმნის ილუზიას, რომ მათ შეუძლიათ ჭამონ და ხრან, რაც უნდათ, ხო? ამათ აჭმევს ესე, კარგად რომ გაძღებიან, მე იწყებს ამათ პარსვას. ანუ ეს არის ერთგვარი ცხრის ფარა მისთვის, ხო? ეს კორუმპირებული სისტემა, რაც მან შექმნა, ხო? რაც მან შექმნა, კონტროლის ქვეშიდან არასოდეს არ გაუშვია. აშონინა ამ ხალხს ფული და ეხა დაიწყო პარსვის ერთგვარი პარსვის ეტაპი, ხო? დადგა აი როგორც ცხრის ფარას, ესე რომ ვთქვათ, მწყემსები რაღაც მომენტში პარსავენ. აი დაახლოებით აი ეს სამწუხაროდ აი ცხრის ფარას მაგონებს ჩვენი ბიზნესი, რომ დახარბებული ბიზნესი, რომ აი ფულის შოვნა შეიძლება და იწყებენ ქაფვას, არც კანონს დაგიდევენ, არც არაფერს, ხო? მაგრამ დგება დღე, როდესაც შეიძლება აეროპორტში აღარ გაგიშვენ. ხო, თუმცა მოდი დაგვიაღვნიშნოთ, რომ ასეთი ტიპის სისტემები ამ კლიენტარისტულ განწყობაზე დგას. ანუ აი ამ კორუფციულ სისტემაზე დგას გარკვეული გაგებით და ბევრი სხვა ფაქტორი არ განაპირობებს ხოლმე მის სტაბილურობას. ანუ დასავლეთთან კონფრონტაციის კვალობაზე ხა ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ღია განცხადებები მოვისმინეთ, რაც აჩვენებს სურათს. პარსვა საჭიროა, ამათ გაპარსავს და ეხა თქვენ გონიათ შემდეგები ჭკუას ისწავლიან? შემდეგ პარტია შემოიყვანს, ეხა ისინი იშოვიან, მე იმათ გაპარსავს. ამისთვის მას ბევრი დრო უნდა დაცალდეს და ამ ხრივ არის საინტერესო რას იზავს პოლიტიკური ოპოზიცია და მოდი ვისაუბროთ ამას. ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ალბათ ეს არის, ხო? იმიტომ რომ ქვეყანას ჭირდება ცვლილებები და ამ ცვლილებების გზებს ეძებს ყველა და აი ეს ასე რომ ვთქვათ, ერთგვარი პოლიტიკური აფექტიც აქედან გამომდინარეა, ხო? ну, რაც შეეხება ორივე გზას აქვს არსებობის უფლება, ხო, როგორც მონაწილეობას ამ არჩევნებში, ასევე ბოიკოტის გზა, ხო, ეხა
თავარია რომ მიზანს არ აცდე და სწორედ შეაფასო საკუთარი რესურსები, თორე ხა ერთი გზითაც შეიძლება თეორიულად მიზნის მიღწევა და მეორე გზითაც, ხო? მაგრამ შენ ზუსტად უნდა კონდეს გააზრებული და კონდეს გარკვეული სტრატეგია და ტაქტიკა იმისათვის რომ ამ ამოცანის შესრულება იყოს რეალისტური და არა შედეგზე ორიენტირებული. და სამწუხაროდ, ეხა ემოციები ჭარბობს, ხო? ეხა მორალური პოზიციიდან, აი ჩვენ თუ წმინდა მორალურ პოზიციას ავიღებთ, ხო? მორალური პედესტალიდან ბუნებრივია ბოიკოტი არის უფრო სწორი გზა. რატომ? იმიტომ რომ ეხა ესეთ უსამართლო გარემოში, ესეთი წარმოუდგენელი ძალადობის პირობებში არჩევნებში მონაწილეობა, ხო, თითქოს რაღაცა აი გაუგებარია, რანაირად უნდა მიიღო, ხო, აი ესეთ უსამართლო ველზე რანაირად უნდა შეხვიდე. ემოციურად სრულიად გასაგებია. ემოციურად სრულიად გასაგებია და მე ვიზიარებ და სოლიდარული ვარ, ხო, ყველა იმ ადამიანის, ვინც აი ესე უდგება და აი ესე ლაპარაკობს. სხვა საკითხია, რომ აქაც წითელი ხაზები მაინც უნდა არსებობდეს, ხო, ჩვენ საერთოდ უნდა გვესმოდეს, რომ რა თქმა უნდა, მორალს პოლიტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პოლიტიკაში მუშაობს მხოლოდ კომბინაცია მორალის და ესე რომ ვთქვათ რაციოსი, ხო? თუ ეს კომბინაცია არ აქვს, რეალიზმის აღქმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ესეთი პოლიტიკოსი იმ ემოციის წესით ესენი ხელისუფლებაში არ უნდა იყვნენ საერთოდ. ამ მორალური შეფასებების გათვალისწინებით. აი აქ უკვე იწყება პრობლემები. ეხლა მეც ვარ ერთ-ერთი სამიზნე, ხო? იმიტომ რომ მე როდესაც ვსვავ, მე კითხვებს ვსვავ მხოლოდ ჯერჯერობით, მეტი არაფერი არ გამიკეთებია. აი როდესაც აი ბოიკოტზე კი ბატონო გავიგეთ, ჩვენც მზად ვართ გამოყვეთ, მაგრამ აგვიხსენით როგორ აპირებთ ბოიკოტით მიზნის მიღწევას. იმას კი არა, რომ ხელისუფლება იზოლაციაში მოხვდება რა, ეს არ არის მიზანი, ეს არის ინსტრუმენტი, ხო? ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან თუ არ იქნება ლეგიტიმიზირებული და დასავლეთის მხრიდან იზოლირებული იქნება, ხო? ეს მხოლოდ საშუალებას ქმნის, ფონს ქმნის გარკვეულს, რომ შიგა პოლიტიკურმა პროცესმა თავარი ამოცანა, ანუ ხელისუფლების ძალაუფლებიდან ჩამოშორება გადაგვაწყვეტინოს. და ზუსტად აქ ისმის კითხვა კი ბატონო დასავლეთმაც ეს გადადგა ეს ნაბიჯები ყველაფერი, მაგრამ შიგა პოლიტიკური პროცესის ორგანიზებას როგორ ვაპირებთ, ხო? და როდესაც შენ ესეთ ომში შედიხარ და ხედავ რომ შენი მოწინააღმდეგე მოძალადეა, მას დიდი კუნთები აქვს, ხო? სისტემა ძალიან აგრესიულია, ძალიან მზაკვარია, ხო? შენს ბუნებრივია უნდა ფიქრობდე რესურსების მობილიზაციაზე, იმისათვის რომ შეეძინააღმდეგო და რეალური ბრძოლა გაუმართო. ის კი არა რომ ერთი სილა გაულაწუნო და შემოგიტიროს და გაგლახოს, როგორც არაერთხელ გაუკეთებია დღემდე. არამედ რაღაც რეალისტური უნდა იყოს ეს ყველაფერი. და მე როდესაც კითხვას ვსვავ, რომ აი როგორ ვაპირებთ ამ ყველაფრის გაკეთებას და მე მზად ვარ გამოყვეთ, ბრაზდებიან. ანუ ის კი არა რომ საერთოდ პასუხს არ გცემ. უბრალოდ კითხვის დასმაზე ბრაზდებიან და უკვე იწყება თეორიები და შეურაცხყოფები, ხო? მე მგონი ეს ეტაპი გადავა და ეს კითხვები კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა. ძალიან კარგი თუ გადავა, მეც მგონია რომ ემოციები სრულიად გასაგებ მიზეზების გამო, მაგრამ ამის შემდეგ ამას მოყვება კითხვები უკვე ალტერნატივის უნდა ესმოდეთ, რომ საზოგადოება ამას უყურებს, ხო? როდესაც ეს კითხვები ისმება და ისინი ამაზე არ პასუხობენ, საზოგადოება აკეთებს დასკვნას. ორი ვარიანტია, ხო? ან მათ ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს და ეს პასუხები გარკვეულწილად მოვისმინეთ, მე გეტყვი, ჩამოვთვლი, შეიძლება დამაკმაყოფილებელი არ იყოს. ჩვენ ვიცით რამდენიმე კონკრეტული გადაწყვეტილება. ერთი ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ, როდესაც მან დაამთავრა თავის შიმშილობა, გამოაქვეყნა კიდეც რამდენიმე პუნქტად. ეს უკავშირდება არ აღიარებას, არ თანამშრომლობას, საზოგადოების ინფორმირებას და დელეგიტიმაციის გზის გაგრძელებას. ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან ჩვენ მოსმენილი აქვს კონკრეტული ინიციატივა ბატონი ლევან ხაბეიშვილისგან, სადაც საუბარია 4 ოქტომბერს საერთო სახალხო შეკრების ორგანიზებაზე და ამ კრების მიერ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაზე. არსებობს პაატა ბურჭულაძის რუსთაველის გამზირის მოძრაობის ინიციატივა, რომელიც ასევე 4 ოქტომბერს დიდ სახალხო კრებას აორგანიზებს, სადაც უნდა იყოს მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ რეალურად, აი ჩვენ ხო რეალობას ვხედავთ, ხო? ეხა ეს გეგმები მომწონს ძალიან, ლამაზად გამოიყურება, მაგრამ არსებობს რესურსი ამ გეგმების განხორციელების თუ არა. დღეს მდგომარეობით პირდაპირ თქვა, რომ არ არსებობს ესეთი რესურსი. ეხა ყველა კვლევაში ჩანს, რომ ხელისუფლება ყველა შემთხვევაში მოახერხებს, რომ 30-დან 40%-მდე მინიმუმ
ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ეს არის ადგილობრივი არჩევნები და ადგილობრივი არჩევნების სტანდარტით ესეთი აქტივობა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ესე რომ ვთქვათ, საყოველთაო ბოიკოტზე საუბარი ეჭქვეშ დადგეს, ხო? ნებისმიერი ქვეყანა ეხა ვერავინ ვერ გაიგებს უცხოეთშიო 40%-იანი აქტივობა რატომ არის დაბალი, ხო? იმიტომ რომ იმათთან მეტი აქტივობა ესეთ არჩევნებში არ არის. ხო, როგორც წესი 40-იანი არის ხოლმე. აქ საუბარია იმაზე, რომ 40% საგრძნობლად შეამცირონ. თუმცა თუ როგორ, ეხა მე ეჭვი რა არის ეცეთ პრობლემა კიდე არის რა, რომ საერთოდ შენ როდესაც გადიხარ ინსტიტუციური ბრძოლის სივრციდან როდესაც გადიხარ, ამას ჭირდება შესაბამისი ლიდერები. აი ეხა მენიშნა სააკაშვილის განცხადებაში, ხო, რომ ლიდერები სიმწირეზე რო ლაპარაკობს. ეს რბილად ნათქვამია. მან ამით რა თქვა, ხო, წკარებშურის რა უნდა წავიგო, არ არსებობს ლიდერი, რომელიც გაუძღვება ბოიკოტს. ჩვენ უნდა გვესმოდეს და პარტიებმაც უნდა გაუსწორონ ამას თვალი, რომ ისინი არ არიან აქტორები რეალურად ამ პროცესის. აქტორი არის ხალხი და ხალხთან ხიდების გადება თუ ვერ მოახერხეს ამ ესე რომ ვთქვათ თავისი ფუნქციის შესრულება პოლიტიკურმა კლასმა დღემდე ვერ მოახერხა არჩევნების შემდეგ რამდენი გავიდა. დიდი დრო გავიდა. ისინი მათ დღეს ხალხი აღიქვავს საკუთარ ლიდერებად, ვისაც გაყვებიან არ აღიქვავს. და აქეთ აი ამ მიმართულებით თვითონ პოლიტიკოსებს რაიმე ნაბიჯი გადაუდგამთ. თუ რა გონიათ ეხლა რომ ისინი რომ მოილაპარაკებენ და რაღაც გენიალურ აზრებს რომ დააფრქვენ, ეს არის საკმარისი? არის საკმარისი. მეცაც გეტყვით, ხალხი მათზეც გაბრაზებულია. კი ბატონო, ხელისუფლებაზე გაბრაზებულია, მაგრამ მათზეც გაბრაზებულია. რატომ? იმიტომ რომ ეს პარტიები, აი ეს ადამიანები შეპირდნენ მათ რომ ოქტომბერში არჩევნების ესე რომ ვთქვათ, მათ ხმებს დაიცავდნენ და ვერ დაიცვეს. შეპირდნენ რომ ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ვერავინ ვერ გაგვიყალბებს, ის მოხდება, ეს მოხდება. და თვითკრიტიკულობა, ხალხთან პირდაპირ კომუნიკაცია არც კი უცდიათ. აი რამდენჯერ ეხლა რომ ამბობენ რომ ხალხში გავალთ და ხალხში დავიწყებთ რაღაც მოქმედებებს, ხო? მე ძალიან სკეპტიკურად უყურებ ამას, რომ ისინი ამას გააკეთებენ. კი ბატონო, ეპიზოდურს რაღაცას ვნახავ, მაგრამ სისტემურად ისინი რომ აი ამ ხიდებს გადებენ ხალხთან, მე ამაში ცოტა ეჭვი მეპარება. თუმცა ქუჩაში ჭირდება ცოტა სხვა ტიპის ლიდერები. სხვა ტიპის ლიდერები ჭირდება, აი სააკაშვილის ნაირი ჭირდება და არ არის ესეთი და რა ვქნათ ეხლა ვერ. ჩვენ ნამდვილად გვექნება ბევრი დრო ზუსტად იმაზე, აი ბოიკოტში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტები რამდენად კოორდინირებულად და რამდენად შედეგზე ორიენტირებულად იმოქმედებენ. ამ ხრივ მეტი კონკრეტიკა გვჭირდება. ვინც მიდის არჩევნებზე, ამაზე მინდა ჩვენი საუბრის ბოლოს ვისაუბროთ. აი გეტყვით ხო, მე ამ გზას მათ შორის თქვენი კომენტარი მაინტერესებს, აი გიორგი გახარია იყო გუშინ წინ ჩემი სტუმარი გადაცემის ბერლინიდან და იქ ვითხე მას და მან მე მითხრა რომ არა თუ დასაშვებად მიაჩნევს, არამედ გარდაუვალ ამოცანად მიაჩნია საერთო კანდიდატებზე შეთანხმება და ასე შემდეგ. აქვე ისიც უნდა ვთქვათ ობიექტურობისთვის, რომ ბარიერ გადალახული ორი პარტიიდან ორი კოალიცია არ შედის და ორი კოალიცია შედის არჩევნებში. ეს არის განსაკუთრებით თბილისში აქვს ამას მნიშვნელობა, სადაც ამ 4-დან ერთ-ერთს არც თუ ისე ასე ვთქვათ კარგი შედეგი ჰქონდა, ხო, მე-5 ადგილზე გავიდა, აღარ დავასახელებ რომელს. ამ ორის ერთობამ კონკრეტული მონაცემებით, რომელიც გვაქვს და ვიცი, რომ ხვალ ბატონი იაგო ხვიჩია კიდევ ერთი კვლევის პრეზენტაციას გააკეთებს, ჩვენ გავავრცელებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას, გახარიას და ლელოს მხარდამჭერების მათემატიკური ერთობა ჯაბნის ქართული ოცნების მხარდაჭერას თბილისში. ეს ავტომატურად ესე არ გადაითარგმნება, მაგრამ რას გუკარნახობს ეს? გასაგებია, თუმცა თავისთავად ხარვეზია, ხო, იმიტომ რომ თბილისის ნაწილი ან სხვა ქალაქების ნაწილი თუ ნაწილობრივ ბოიკოტში წავიდა, ეს ბუნებრივია, კიდევ უფრო შეამცირებს ისედაც მწիր რესურსებს ამ ბრძოლაში, ხო? მაგრამ ესეთია რეალობა, რაც შეეხება ხო, აი ბოიკოტზე გითხარით, რომ მე პასუხებს ვერ ვიღებ ჯერჯერობით, აი როგორ აღწევენ მიზანს. არა იზოლაციას, კი იზოლაცია თვითმიზანი არ შეიძლება იყოს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. რაც შეეხება არჩევნებში წასვლის შემთხვევაში, არჩევნებში წასვლას აგრეთვე ორი განვითარება აქვს. ეხლა თქვენ გონიათ ვინმეს არ ესმის, რომ არის უსამართლო გარემო, რომ ხელისუფლება გააყალბებს, იმამაძაღლებს, სადაც როგორ შეძლებს მაქსიმალურად, ეს ყველას კარგად გვესმის. და აქაც გვაქვს ორი განვითარება. ერთია, როდესაც სტარდება ნორმალური არჩევნები და ჩვენ ვიცით და ყველა კვლევა ამას აჩვენებს, რომ აი იგივე მაგალითად თბილისში და ზოგიერთ დიდ ქალაქში ხელისუფლებას პულსი არ ესინჯება.
აი იმ გაყალბების, აი იმ მინიმალური პაკეტის გათვალისწინებითაც კი ხელისუფლება არჩევნებს აგებს, ხო? ეს ჩანს კვლევებში. ეხა შესაბამისად იმისათვის რომ ხელისუფლებამ ამოცანა შეასრულოს, მან უბრალოდ უნდა ადგეს და ოქმები უნდა დაწეროს რა. ანუ ის манипуляციები, აი ეს ადმინისტრაციული რესურსი, იქ გაჟონვა, გამოჟონვა არ არის საკმარისი, რომ ესე რომ ვთქვათ, აი ეს 5-7% არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მათ მოიგონ არჩევნები. ანუ აგებენ ამ შემთხვევაშიც კი ამის გათვალისწინებით, ხო? შესაბამისად, თუ ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, უბრალოდ უნდა დაწერონ ოქმები. აი ხა ავიღოთ ესე, ხო? თუ ხელისუფლება ამაზე არ წავა განუკითხაობაზე, ამ შემთხვევაში ისინი არჩევნებს აგებენ. თბილისში, კონკრეტულად თბილისში. თუ ისინი წავლენ ოქმების დაწერაზე, იქნება ვითარება, როდესაც ხელისუფლება ფაქტობრივად არჩევნების დღეს ხო ძალაუფლება ხალხის ხელშია. ხალხის ხელშია, ანუ ადგილობრივი ხელისუფლება არ არსებობს, ხალხის ხელშია. შესაბამისად, არჩევანის მოპარვა არის კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა, ანუ ერთგვარი სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც თვითონ ხელისუფლება აწყობს და ეს ქმნის ლეგიტიმურ საფუძველს აჯანყებისთვის, ხო? ხო, ეხა ის არის. მე ხაზს უსვავ, ეს თუ გააყალბებს ხელისუფლება იმ დათქმით, ხო? ეხა ჩემი ცოლი მეუბნებოდა, ეგეთებს ნულაპარაკობ, მაგრამ მე დათქმას ვაკეთებ და ეხა თუ ჩემთან პრეტენზიები ექნებათ, ესე იგი აქედან ავტომატურად გამოდის, რომ გაყალბებას აპირებენ, ხო? იმიტომ რომ თუ არ გააყალბებენ, კი ბატონო, მე ამ უფლებას არ ვაღიარებ, მაგრამ თუ გააყალბებენ, ანუ არჩევანს მოიპარავენ, ეს ქმნის ლეგიტიმურ უქმნის ძალაუფლების წყაროს, ანუ ხალხს ლეგიტიმურ უფლებას რო აჯანყდეს და ესეთი ხელისუფლება გაიზრუნოს. შეიძლება ასე რომ თუ ჩვენ ქუჩის პროცესით გვინდა ამოცანის შესრულება, აი მე ბოიკოტისტებს ვეუბნები. ამისთვის საუკეთესო ხთარიღი და ერთადერთი შეიძლება ითქვას არის არჩევნების დღე. აი იმ არჩევნების დღეს 100,000 კაცი დადგეს უბნებთან და თუ ხელისუფლება ძალადობით შეეცდება იქიდან ყალბი ოქმების გამოტანას, ხო? აი ხო ბაქი ბუქობენ, თუ რამის თავი აქვს ამ საზოგადოებას, იმ დღეს ლეგიტიმურად გაუშვათ ეს ხელისუფლება სახში. და თუ გამოაცხადებენ ობიექტურ შედეგებს და რომც მოიგონ, კი ბატონო, ეხლა მაშინ რა ვქნათ, ეგრეა. ეგ უნდა ხო. მადლობა ბატონო, გია. დაუსრულოთ აქ ჩვენი საუბარი, მადლობა. შეიძლება სასურველის გასაღებად მოგვივიდეს, მაგრამ თეორიულად შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ამ ორი ოპოზიციური ფლანგის რაღაც დონეზე კოორდინირების შემთხვევაში შეიძლება ერთის და მეორის გზას რაღაც მომენტში მნიშვნელოვნად ერთმანეთთან იკვეთებოდეს საერთო შედეგის მისაღწევად და ალბათ პოლიტიკური ლიდერები, მე არ გულისხმობ რიგით ხარდამჭერებს ან სხვა ადამიანებს, პოლიტიკური ლიდერები ამაზე უნდა ფიქრობდნენ პირველ რიგში, რომ ყველა ეს რესურსი მე გეთანხმებით, რაღაცას მესამე გზაც არსებობს, ხო? ეხლა გახარიას უსმენდი და ეს ორი გზაა, რომ მათ მხარი უნდა დაუჭირონ მაჟორიტარულ განსაკუთრებით მე თვითმართველი ქალაქების მერებს მხარი უნდა დაუჭერონ არა პარტიულ კანდიდატებს მათ უნდა გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიას დამამშვიდობები